ვიღაცა მალხახან თქვა, მეგობარი გასაჭირში იცნობა. მეგობრობა მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება, ის რთულ დროში გამოიცდება. ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული ტერორი ახალი მოვლენა არ არის. 10 წლების განმავლობაში თეირანის რეჟიმი ალი ხამენეის ხელმძღვანელობით აფინანსებდა, აიარაღებდა და ხელს უწყობდა ორგანიზაციებს, რომლებიც მოქმედებენ უდანაშაულო ისრაელელი და სხვა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და ძირს უდგნენ სტაბილურობას მთელ რეგიონში. ჩვენი ომი და ჩვენი ბრძოლა არ არის ირანელი ხალხის წინააღმდეგ. ხალხის, რომელიც თავად იტანჯება ამ ტერორისტული რეჟიმის 47 წლიანი მმართველობის ქვეშ. ეს არის ბრძოლა სწორედ ამ მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ყველას გსურს და ვიმედოვნებთ, რომ მალე ყველა ირანელები, ისრაელელები და ირანის მეზობელი ქვეყნები ვიცხოვრებთ უსაფრთხოდ და მშვიდობაში. ისრაელი გააგრძელებს თავისი მოქალაქეებისა და მათი უფლებების დაცვას, რომ იცხოვრონ უსაფრთხოდ საკუთარ ქვეყანაში, ისევე როგორც ამას ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფო გააკეთებდა. ისტორია გვასწავლის, რომ სწორედ რთულ დროში მეგობრობა, მორალური სიმტკიცე და ტერორისტთა ძალადობის მიმართ მკაფიო პოზიცია არის ის ღირებულებები, რაც ხალხებს შორის კავშირებს განამტკიცებს. ხალხებს შორის ნამდვილი მეგობრობა იზომება მათი უნარით, გაარჩიონ თუ ვინ ირჩევს სიცოცხლის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის გზას და ვინ ირჩევს ტერორის, ექსტრემიზმსა და ძალადობის გზას. მართალია, მეზობლებს ვერ ვირჩევთ, მაგრამ მეგობრებს ვირჩევთ. 2600 წლიანი მეგობრობა, რომელიც ქართულ და ებრაულ ხალხებს შორის არსებობს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე, დღესაც განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს. ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.